აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ გახსნა და განათლებისა და კულტურის მინისტრ ნანა გაბელიასთან ერთად აფხაზეთიდან დევნილ ღვაწმოსილ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა. ღონისძიებას აფხაზეთის საჯარო სკოლების მედალოსანი კურსდამთავრებულები და დევნილი წარჩინებული სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ღვაწმოსილ პედაგოგებს წლის საუკეთესო მასწავლებლებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები, მედალოსან კურსდამთავრებულებს და სტიპენდიანტებს დიპლომები, წიგნები და სერტიფიკატები გადასცეს. სამინისტროს განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები ღვაწმოსილ პედაგოგებთან, აფხაზეთის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებთან და წარჩინებულ სტუდენტებთან ყოველწლიურად იმართება. ჩვენ დღეს გვაქვს პატივი, რომ ჩვენს აფხაზეთის საზოგადოების სახელით მიულოცოთ ღვაწმოსილ მასწავლებლებს ღონისძიების ფარგლებში, ასევე ვაჯილდოვებთ ჩვენ სტიპენდიანტებს, რომლებიც მიიღეს მონაწილეობა კონკურსში. ყველას მინდა მიულოცო მასწავლებლის საერთაშორისო დღე. მინდა გამოვყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ის მასწავლებლები, რომლებიც სიცოცხლის ფასად აკეთებენ ყველაფერს, რომ ჩვენს მომავალ თაობას მისცემის განათლება, რომელიც უზრუნველყოფს მათ ერთიან ნათელ საქართველოში ცხოვრებას და ხელს უწყობენ, რომ მათ მაქსიმალურად ევროპული განათლება მისცენ. გადმომისა პედაგოგების უმაღლესი ჯილდო საქართველოს დამსახურებული მასწავლებლების წოდება და მე ვფიქრობ, რომ ეს წოდება მარტო მე კი არ მეკუთვნის, ეს ეკუთვნის ჩემს პატარებს, ჩემს ცუგრუმელებს, რომლებიც მოტივაციას მიმახლებენ შორისთვის.